ისეთი ფრაზები როგორც ჩემი პრინცესა, ჩემი ულამაზესი, ჩემი უჭკვიანესი. არ ჭირდებათ ეს პრინცესობა და ულამაზესობის, ასე ვთქვათ, იარლიყები ადამიანებს, იმიტომ რომ ამ, ასე ვთქვათ, განწყობით, როდესაც გადიან ისინი უფრო ფართო ასპარეზზე, სადაც ეს მშობელი ვერ გამოეკიდება თავისი კომპლიმენტებით, ხო? მაგრამ წარმოდგენა საკუთარ თავზე იმაზე მაღლა აქვს, ვიდრე რეალურად არის, ეს სადღაც აუცილებლად გამოიწვევს პრობლემას, იმიტომ რომ საზოგადოება დამდობი არ არის, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად რა. თუ სამართლიანია, იმ სამართლიანობაშიც ეთკინება, ხო? და უცებ აღმოჩნდება, ვაი, თურმე არ ყოფილა პრინცესა, ვაი, თურმე არ ყოფილა უჭკვიანესი. უი, ვიღაცა მასზე ლამაზია, ვიღაცა მასზე ჭკვიანია. და ისევ ინდივიდუალიზმთან თუ მივალთ და განსხვავებულ პიროვნებებთან და ასევე გამკლავების სტრატეგიებთან და რამდენად შემიძლია მე პრობლემას გავუმკლავდე, ვიღაცა ამას გადაიტანს და ვიღაცა დაენარცხება და ისევ მივალ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემამდე. ანუ რატომ არ დახვდნენ ისე, როგორც აქამდე ხვდებოდნენ ოჯახის წევრები ან ახლობლები, ხო? და ყველაზე კარგი აღზრდა არის ის, როდესაც ზუსტად დაკვირვება ვახსენე და კიდე პროფესიონალებს ზუსტად ვიცი ვინ არის და რა არის ჩემი შვილი. რა გამოსდის და რა არ გამოსდის. სად ჭირდება დახმარება და სად არის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად, ხო? და ამას ვეუბნები ჩემ შვილს. სხვადასხვა ფორმით, ასაკის მიხედვით. ამას ქვია სიმართლის თქმა. და ზოგადად მშობლობაში სიმართლის თქმის, გულახდილობის და გახსნილობის პრინციპი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო საკითხია. აი საერთოდ რო არაფერი არ მქონდეს რა საშუალება, ხო ვერ ვკითხულობ, არც ინტერნეტი მაქვს, სადღაც ვცხოვრობ, რა ვიცი. რეგიონში მთაში არ. ეს თუ მე ჩემით აღმოვაჩინე, ან ჩემი მშობლებისგან ვისწავლე, ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. და ამ სიმართლეზე მე მსჯელობ. ძირითადი პრინციპი დაცული მაქვს, იმიტომ რომ სიმართლეზე უფრო მაგარი რამე არ არსებობს. იმას ვერაფერს ვერ უსავ. შეიძლება შეიფუთოს სხვანაირად, შეიძლება ხო, კი. მე თუ ვიცი რომ მე ძალიან მაგარი ვარ, ასე ვთქვათ, მეტყველებაში, გააზრებაში, მაგრამ ნუ ეხა არ გამომდის ეს მათემატიკა და ნუ ცეკვითაც კარგად ვერ ვცეკვავ. რომ აღმოვჩნდები შესატყვის გარემოში, ხო? სადაც ასე ვთქვათ, ვიცი რომ ეს 5 ადამიანი ჩემზე კარგად ცეკვავს, ან გაცილებით კარგი მათემატიკური უნარები, ადეკვატური განცდა მექნება, რომ მე იქ რაღაცეების სურვილი არ უნდა გამიჩნდეს, მაგრამ თუ მე ტყუილა მეუბნები რომ უი როგორ კარგად ცეკვავ მღერი, დედა მათემატიკაში რა მაგარი ხარ, მივალ და ნუ ვიტყვი რომ რატო, ეხა ეს რატო უნდა იყოს ჩემი წინ და შევრცხვევი და მე ვიღაც აუცილებლად მომარტყამს ცხვირში და მეტყვის სიმართლეს.